რომ მუშაობ, ძალიან ბევრ სირთულეს უკავშირდება. პირველი ის, რომ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მუდმივ გადმორბენებზე ვარ, რადგან ჟურნალისტიკა არ არის ის, რომ დაჭდე ოფისში და იყო. ეს არის პროფესია, რომელიც მუდმივ ჩართულობას მოითხოვ. მეორე სირთულე უკავშირდებოდა ჩემს ოჯახს, დედაჩემი დაჟინებულად მოითხოვდა, ასე ვთქვათ, დაჟინებული რჩევა ჰქონდა, რომ მე უნდა დავსახმებულიყავი ეკონომიკურ სექტორში და ეს დღესაც თვლის, რომ ჟურნალისტიკა ჩემ მომავალ პროფესიულ წინთვაში არ დამეხმარება. უფრო ანაზღაურებადი პროფესია ეკონომიკა, ეკონომიკურ სექტორში უნდა დავსაქმდე. ლიდერი არასოდეს არ ვცდილობ, რომ ვიყო ლიდერი და მე რო ვატკვირდები, აღმოჩნდება, რომ ყოველთვის ლიდერის პოზიციაში ვარ. თუნდაც იმიტომ, რომ პრობლემატიკურ საკითხს ყოველთვის ხმამაღლავს ვამ და არასოდეს არ ვიხე უკან. ჩემი მეგობრების უმეტესობა სხვამ თქვას, რაღაცა სხვამ გააკეთოს. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ მე უნდა ვთქვა, იმიტომ რომ სხვა არ აკეთებს ამას. ამიტომაც არის, რომ არ ვცდილობ ვიყო ლიდერი და გამომდის ვიყო ლიდერი.